ხო, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მთავარი კითხვა რომელსაც და მთავარი პროპაგანდის მესიჯი რომ თითქოს ჩვენ არც რუსეთი გვინდა და არც დასავლეთი და ჩვენ გვინდა რაღაცა ქართული საქმე სინამდვილეში ნიშნავს რუსეთის გუბერნიად გადაქცევას და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ რომ თუ ჩვენ ვართ იზოლირებული ჩვენი პარტნიორებისგან თუ ჩვენ იზოლირებული ვართ სულ დავანებოთ პოლიტიკურ წარსულს თავი ისტორიულ წარსულს არაღიარების გარანს და საერთოდ დასავლური ოჯახის წევრობა რას ნიშნავს ჩვენთვის რაც აღარ გამეორდები იმდენჯერ იყო ნათქვამი იზოლაცია დასავლეთისგან ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს რუსეთის უკანა ეზოდ გადაქცევას და ესეც არის ბიძინა ივანიშვილის ამოცანა, ეს არის რუსეთის ამოცანა, რომ საქართველო გახდეს ჭაობი, ჩამორჩენილი რუსული რეგიონული ჭაობი, სადაც მცირე ჯგუფ ადამიანებს მიუწვდებათ ყველა რესურსებზე, არიან ისეთივე კორუმპირებულები, ისეთივე უტიფრები, ისეთივე ფარისევლები, როგორც ბატონი კალაძე არის და ქართული ოცნების აი ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და დაანჩენ საქართველოს გარბის ემიგრაციაში, დაანჩენ საქართველოს ცხოვრობს გაჭირვებაში, ამაზე მიუთითებს ყველა რიცხვი, რაზეც ისინი საუბრობენ, ამაზე მიუთითებს მათი უტიფრობა, ეხლა იგივე მინდა ფიქრობდი რომ რაღაც კომენტარი შეიძლება გაკეთებულიყო ბატონ კალაძესთან დაკავშირებით, მაგრამ ყველანაირ რაც მიღმა არის, ხო ეხლა მაგალითად შემდეგი, უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პატიოსან ღირსეულ ადამიანს ამ ქვეყანაში ძალიან გაუჭირდება ცხოვრება. არ არსებობს. უკვე უჭირს, მაგრამ თუ კიდე ვინმე არის დარჩენილი, ვინც ფიქრობს, რომ იცი ამ ჩემს საქმეს გავაკეთებ და ეს მე არ შემეხება. შეუძლებელი არის და აგერ მარტივ მაგალითს მოვიყვან სამწუხაროდ მე არ ვიცნობ, მაგრამ აუცილებლად გავიცნობ ლევან ჯობავას. მე ვიცნობ ბავშვობიდან. ხო, ძალიან ღირსეული ადამიანი, როგორც ჩანს, არაჩვეულები. უამრავი ადამიანისგან, რომელმაც გაანეიტრალა ისის ხო გავახსენოთ მაყურებელს გაანეიტრალა იარაღიანი მოგზაურობა. აი ესეც ხო კადიროვშინის ნათელი მაგალითია. რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული შიშის დანერგვის ცდილობა და ეხლა ცდილობენ, რომ არა ის ადამიანი მიცემ პასუხისგებაში, ვინც იარაღით მივიდა პროტესტის მონაწილეებთან, არამედ ადამიანი, რომელმაც გაანეიტრალა, დაიცვა საკუთარი მეგობრები, ის გამოიყვანონ, ასე ვთქვათ, დამნაშავედ, ხო? და ადამიანმა თვითონ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად განაიარაღა არასრულწლოვანი დამნაშავე. ვინ იცოდა ახლა ის პნევმატური იყო თუ ცეცხლსასროლი არა? უფრო მეცაც მან იცოდა რომ ეს იყო ცივი არა? ორჯერ ორი არის, შეუძლებელია სხვანაირად ეს ყველაფერი დაინახო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი აშენებს ქვეყანას, სადაც ვერცეთ თუ არ ვწდები ნონიაშვილი იყო დღეს რომელიც განცხადება წავიკითხე, თითზე ჩამოსახლელი შეიძლება ერთი ან ორი, ვერცეთმა მორაგბემ ვერ გაბედა სოლიდარობის გამოხატვა თავიანთი მეგობრისადმი და თავიანთ სპორტსმენისადმი. აი, რომელიც პოპულარიზაციას ეწევა მთელს საქართველოში, რეგიონებში რაგბისას. ლევან ჯობავა ამითიც ძალიან პერიოდი გადასახლდა იქ რეგიონში და იქ რაგბის გუნდს ავარჯიშა. და ეს ღირსებას არ ეხება ყველა მორაგბის, ეს არ ეხება ღირსებას ყველა სპორტსმენის, ყველა მეგობრის. იმიტომ რომ ეს არის აი ზუსტად რასაც ჩვენ კადიროვშინას ვეძახით, რასაც ვეძახით რუსულ ჭაობს, რომელშიც ეს ახავს უნდა რუსულ წესრიგს, სადაც ლევან ჯობავას უფრო მეტად ვერ იტანენ, იმიტომ რომ ისინი ვერ იტანენ ვაჟკაცობას, ვერ იტანენ პატრიოტიზმს, ვერ იტანენ საკუთარი ქვეყნის თავგანწირვას, ვერ იტანენ იმას, რომ ჩვენ უბრალოდ ვერასდროს ვერ შევეგუებით ამ ქვეყნის გარუსებას. ყველაფერი ეს მათთვის არის მიუღებელი და უფრო მეტის მხოლოდ არათუ მარტო ვერ იტანენ, პარალელურად ამ თავის ფარისევლობაში ცხოვრობენ, ამ თავის რაღაცა პოჭომკინის კონცერტებზე, როგორც ახლა აი ამ წუთში მიდის ეგრეთ წოდებული თბილისობაზე, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ქალაქის მერი, რომელიც თბილისელებს ემალება, თბილისელებს ვერც დაენახება და ვერც გამოვა, ჩვენ ყავს ქალაქის მერი, რომელიც თავის საკუთარი პლაკატიზე ფლომასტერის წარწერის გამო 24 წლის და 22 წლის გოგოს პატიმრობას ითხოვს და ამართლებს. წარმოიდგინეთ რა დონეზე არის დაცული. ჩვენ გვყავს ადამიანები, ვინც საკუთარ შვილებს ტიტუშკებად აგზავნის. ეს არის, ანუ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ქართველები ვართ
ლაჩრები, ისეთივე როგორც არიან ისინი, ვართ უსამშობლოები, სინამდვილეში როგორც არიან, ვართ ფარისევლები, ვართ კორუმპირებულები, მექთამეები, რომ ჩვენ არაფერი არ გამოგვივა. და სინამდვილეში ერთადერთი რა ჩვენ გამოგდის, ეს არის ბატონის მსახურობა, როგორც მას წარმოუდგენია. ეს არის რუსული ყაიდის ადამიანი, ეს არის რუსი თავისი შინაარსით, მას აქვს ხო სახელი და გვარი ქართული და აშენებს აქ რუსეთს. და ის ადამიანები, ვინც ამას ეწინააღმდეგება, არის მათი მთავარი მტრები და ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რაზე დგას ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი დგას სანქციების გვერდის არიდებაში, ხელშეწყობაზე და თქვენ სიუჟეტებში იყო იქნება ეს სავალუტო ჯიხურები, რუბლების გადახურდაობა და რუბლების გადახურდაობა. საქართველოს გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც რუბლი არის თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტა. ნუ ბიძინა ივანიშვილმა ბანკირების გამოყენებით, პირველ რიგში საქართველოს ბანკის გამოყენებით, რომელიც საქართველოს ეკონომიკის რუსიფიკაციის მთავარი გარანტია. საქართველოს ბანკის გამოყენების ისტორია თუ შეგიძლიათ. ნახეთ როგორ არის შეუძლებელია თუ შენ გინდა რომ რუსული რუბლი გახდეს კონვერტირებადი ვალუტა და რატო უნდა? იმიტომ რომ ამაზე ხელი მოითფოს ისევ და ისევ დაახლოებულმა ოჯახებმა და როგორ ხდება ეს ამბავი, ხომ? რუსეთის სანქციების ქვეშ რუსეთში აკრძალულია ბანკნოტების შეტანა, დოლარის და ევროს ბანკნოტების შეტანა. დიახ. შესაბამისად, მათ ჭირდებათ სადღაც ადგილი, სადაც მოხდება ამის გადახურდაობა. ესეთ ადგილად ვაქციეთ და აქცია რეჟიმა საქართველოს, როდესაც რუსები შემოდიან და ის რასაც იმ ოპერაციასაც ვერ აკეთებენ თავისთან, ახურდავებენ ჩვენთან სხვადასხვა მყარ ვალუტაში და შემდგომ ეს რუბლები აქ რო გროვდება, სადღაც ხომ უნდა გავიდეს. ხო, სად მიდის? ეს ყველაფერი საქართველოს 19 მილიარდი რუბლი სად წავიდა? საქართველოს ბანკის მეშვეობით დიდი ალბათობით და ამას არ აქვეყნებენ, მაგრამ მე შემიძლია პრინციპში ძალიან ღრმა დასაბუთებული ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს სომხეთის გავლით, იმიტომ რომ სომხეთში მოხდა მთავარი იქაური დიდი ბანკის შეძენა საქართველოს ბანკის მეშვეობით, რომ სავალუტო ჯიხურებს თუ ბანკები ამ რუბლებს არ გამოართმევენ, სავალუტო ჯიხურები ვერაფერს ამას ვერ უზამენ. ამიტომ უკან დგას საქართველოს ბანკი და TBC ბანკმა პირველ რიგში საქართველოს ბანკი, რომელიც ახდენს რუბლის თავისუფლად კონვერტირებას და თავისუფლად კონვერტირების უზრუნველყოფას, რისაც აკეთებს რუსიფიკაციას, რისაც აკეთებს სანქციების გვერდისავლას ირიბად და ამისთვის აუცილებლად დაისჯება მათი მენეჯმენტიც და მათი აქციონერებიც, ვინც სამეთვალყურო საბჭოში არის წარმოდგენილი, აუცილებლად, როცა ეს პერიოდი დადგება, მაგრამ აქ ერთი რამეა მნიშვნელოვანი, რომ არ ვიფიქროთ, რომ საქართველოს ქვეყანა აქედან რამეს არ ხერხებულობს. არა, ამით ეგრეთ წოდებული ეკონომიკური ზრდა მიბმული ამ ამისგან, ამ ყველაფერსგან ხეირობს რამდენიმე ადამიანი, დაახლოებული ადამიანი, საბაჟო, იმიტომ თბილისის საბაჟოს გავლით, თბილისის აეროპორტი და მხოლოდ მაგალითად 2 მილიარდი დოლარის დეკლარირებული ქეში გავიდა, რაც არის წარმოუდგენელი 20-ჯერ დიდი არის, ვიდრე უკრაინის ომამდე ხდებოდა ეს, ხო? ანუ ყველაფერს თავი დავანებოთ. ამითი ხეირობს რამდენიმე ათეული ოჯახი, დაახლოებული ივანიშვილთან, კალაძეებთან და აი ამ ადამიანებთან. ეს ყველაფერი ითარგმნება ქაღალდზე ეკონომიკურ ზრდაში, მაგრამ ჩვენი მაცივრები და ადამიანების მაცივრები, ჩვენი მოქალაქეების მაცივრები არის ცარიელი. ისევე ვერ იხდიან ჩვენი მოქალაქეების ესხებს, ისევე 300,000 ადამიანი არის მოვალეთა რეესტრში, ყოველი მესამე ადამიანი ითხოვს სოციალურ შემწეობას, ყოველი მეოთხე ბავშვი სკოლებში შია, ჩვენი მოქალაქეები 200,000 ადამიანი ბოლო 4 წელიწადში გავიდა საქართველოდან, ხო? ანუ არის ქაღალდზე ეკონომიკური ზრდა და კორუმპირებული და ხდება ჩანაცვლება, თან რაც მთავარი არის ეგრეთ წოდებული ეკონომიკურად აქტიური, სოციალურად აქტიური საშუალო კლასის 200,000 საქართველოს მოქალაქე ტოვებს ქვეყანას და 200,000 და უცხო ქვეყნის მოქალაქე იკავებს მათ ადგილს. აი როგორც ამ დარგის სპეციალისტს მინდა გკითხოთ, რამდენად იყო შესაძლებელი მანქანებში მოწყობილი სამალავებით 12 ტონა ფული შემოეტანათ და ერთ ჯიხურს გადაეხურდავებინა და გაეთეთრებინა. ხო, საერთოდ ტექნიკურად რამდენად შესაძლებელი? მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს განცხადება, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა 600 მილიონ დოლართან დაკავშირებით, არის კიდევ ერთი 700 მილიონთან დაკავშირებით, ბატონო, არის არაკომპეტენტურობის მორიგი ფსკერი, უბრალოდ სირცხვილია ხალხმა, რა ხომ მუშაობთ, საკუთარ პროფესიას პატივცემთ. სანამ რაღაცას დაწერთ, ხო შეიძლება ვიღაცამ დაარეკოს პარტიიდან და პირდაპირ მოხდეს ამის რაღაც პროფესიული თავმოყრება მაინც ხონდა შეინარჩუნო. ხო, რა თქმა უნდა, ეს არის ბრუნვა, დიდი ალბათობით არა ჯამი, იმიტომ რომ ჯამში ეს თანხარი, რომელიც ფიზიკურად წარმოუდგენელი თანხარი არის ბრუნვა და უბრალოდ რაღაც წარმოაჩინეს თითქოს
აი რაღაცა ფულის გათეთებას ებრძვიან, რომ რაღაც საკრალური ციფრია ბიძინა ივანიშვილისთვის, შვეიცარიულ ბანკსაც ამ თანხას ედავება, ახლა ინფრასტრუქტურაში გაბნეული წამდენია. ანუ რა კავშირი შეიძლება ამ ყველაფერში? მე ერთადერთი რამე ვიცი, და ვინ შეიძლება იყოს ამის ზედამხედველი? ასე ჩუმად შეუმჩნევლად უშიშროების, უსაფრთხოების სისტემების და სამსახურების გარეშე შეიძლებოდა ეს შემთხვევაში რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის წინასწარ დამუშავებული, მწვანეანთებული შუქი, როცა ეს ხდება, ისინი აკონტროლებენ ყველაფერს, ყველა გადარიცხვებს, მაგალითად ცნობილია სახელმწიფოს გადატრიალების ეგრეთ წოდებული მუხტ აღძრულია საქმე, სადაც პრაქტიკულად თქვენ ვერ ნახავთ ამ ქვეყნის ირბადების გამო აღძრული საქმე. ხო, და იბარებენ, რომ ლაბადების ყიდვის და ნუ პროკურორი გამოდის საერთოდ ეგრეთ წოდებული პროკურორი და დანიშნულებაში წერია გავიმარჯვებთ სახელოვნათო ცნობილი ანუ მაღაშვილ და რაზე უნდა გავიმარჯვოთ, აგერ უპასუხებთ თქვენი ეთერით, რუსეთზე უნდა გავიმარჯვოთ, გაჭირვებაზე უნდა გავიმარჯვოთ, ოლიგარქიაზე უნდა გავიმარჯვოთ, ბიძინა ივანიშვილზე უნდა გავიმარჯვოთ, კორუფციაზე უნდა გავიმარჯვოთ, ფარისევლობაზე უნდა გავიმარჯვოთ და უწიგნურობაზე უნდა გავიმარჯვოთ, როგორიც ბუდებს აი ამ რეჟიმში და კიდევ ერთხელ ჩვენი მთავარი ამოცანა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა კარგად ესმოდეს, რომ შეუძლებელი იქნება, როგორც უღირსად აქცია მთელი ეგრეთ წოდებული რაგბის ბჭყალებში ოჯახი ივანიშვილმა ერთი ქმედებით მარტო, როდესაც კაცი ვერ გამოდის და სოლიდარობას ვერ უცხადებს, ხო? როდესაც ჩვენი ნაკრების წევრები, კალათბურთის წევრები, ფეხბურთელები და ასე შემდეგ ხმას ვერ იღებენ, ახალგაზრდების თანატოლებიან, ისევე როგორც თვითონ ესენი იმალებენ, ისევე როგორც კორუფციის ბუდეთ აქცია ქალაქის მერია ბატონმა კალაძემ, ისე როგორც თავის მეჯვარე გახადა თავარი მშენებელი, თურმე მხოლოდ მერის მეჯვარე მიცის ძალიან მაგრამ მშენებლობა და სხვა არავინ არ იცის და დააბეტონებინა მთელი ქალაქი. უფრო მეცაც გეტყვით. რაც მთავარია, უხარისხოდ დააბეტონებინა, წვიმა მოდის და ყველაფერი ინგრა. ამას თავი დავანებოთ, უფრო მეცაც გეტყვით. მისი კონკრეტულად მისი ხელმოწერით, აგერ 100 მილიონი გვაქვს გადასახდელი. ჯერ კიდე ენერგეტიკის მინისტრობის რუსული რაოესის 195 მილიონი დოლარი. წარმოიდგინეთ რა თანხა გადასახდელი. ჯარიმის სახით. თქვენ შვილებს, ჩვენ გადასახადებიდან ემიგრანტები რო ფულს აგზავნიან, ჩვენ და მათი მიმღებები რო რამეს ყიდულობენ იქ 30% გადასახადია ჩადებული. არ იფიქროს ვინმე რომ გადასახადს მარტო მეწარმე იხდის. რა პროდუქციაც არ უნდა ვიყიდოთ, რა პროდუქციასაც არ ყიდულობს თითოეული საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 30% იმ ფასში. არის სხვადასხვა ტიპის გადასახადები. საიდანაც უნდა გადავიხავთ, ანუ კალაძის კორუფციის გამო, უწიგნურობის გამო, ბოგანოობის გამო და ხშირ შემთხვევაში რუსული ინტერესების გამო ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვიხადოთ ეს თანხა და ესეთი მაგალითები არის უამრავი. ამის დაშვება არის შეუძლებელი. რა თქმა უნდა, არაერთი მაგალითი არის, არაერთი მაგალითი ამის დაგროვებული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა და თავარი სათქმელი თქვა, რომ შეუძლებელი იქნება ამ ქვეყანაში ცხოვრება. უბრალოდ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, პატიოსან ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ყველას მიაკითხოს, როგორც ექიმს, მასწავლებელს, სპორტსმენს, მნიშვნელობა არ აქვს ვის. ყველასთან მივა ეს რეჟიმი და ყველას მოსთხოვს ან ყურმოჭრილ მონობას და მორჩილობას და უღირსობას, როგორც ის თხოვს თავის ამს. ეს არის ხალხი, ვინც საკუთარ მეგობარს ვეღარ ესარჩლებიან, გუშინ რომ ერთად დადიოდნენ და ერთმანეთს აქებდნენ, როგორც კი ბიძინა ივანიშვილის ან სისტემის მოწინააღმდეგე გახდნენ, იმ წუთშივე სახელდაგვარს ვერ ახსენებენ. კაცი მოკლავენ, აგერ რა ქვია, იმ აჭარის სულ არა ვარ იმ ახალგაზრდა კაცისადმი, კეთილგანწყობილი, მაგრამ კაცი კვდებოდა, ხო, ისიც ვერ გავიგეთ, კლავდნენ, თავში კლავდა, რასაკეთებდა და ერთი კაცი ვერ გამოვიდა და არ ეყო ვაჟკაცობა, რომ მოეკითხა ადამიანი. ღარიბაშვილზე აგერ ამბავი ატეხილი და ცხვირს იბზუებენ, თითქოს მათი გუნდის წევრი არ ყოფილიყო მთელი ამ სიტუაციაში. ანუ რის თქმა უნდა ეს ღარიბაშვილთან თუ დაიჩოქებს ახლა ეს აკლემი, რა ჩანს ბურჭულაძის ირგვლივ ატეხილ აურზაურში და ბუტლეგერების თუ თამბაქოს უკანონო კონტრაბანდის შესახებაც მინდა გკითხოთ. 10 წელი თურმე გორის ცენტრში არსებობდა ქარხანა, სადაც ასხამდნენ ალკოჰოლურ სასმელებს. მერე დაიწყეს როგორც ჯიურს და შანელს აყალბებენ, ისე ჩივას რეგალის და კარელიას ლიმსის გაყალბება. ეს შეიძლება ასე შეუმჩნეველი ყოფილიყო კონფლიქტის პირა მთავარ ქალაქში.
უსაფრთხოების სამსახურებისთვის, არ ცოდნოდა თვითონ ბიძინა ივანიშვილსაც და მილიონობით ბოთლი ალკოჰოლური სასმელი უაქციზო გადის ქვეყნიდან, ისე რომ ალბათ განბაჟებასაც არ ექვემდებარება. ხო, იცით ამ კონკრეტულად ამ საქმესთან თავისი შავი ხაზინა გახსნა. რა არის ხვაობა ევროპულ საზოგადოებასა და აი ამ პოსტმონღოლურ, მონღოლოიდურ, რუსულ იმპერიალისტურ ჭაობს შორის. ევროპულ საზოგადოებას ახასიათებს და რაც ჩვენთვის არის ღია და კიდევ ერთხელ გავიმეორდეთ, რომ ამ ისტორიულ ფანჯარაში, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, ჩვენი კარები ღია არის და ევროკავშირის კარები ღია არის და პირდაპირ გვეუბნებიან, რომ მობძანდით, რაც ნიშნავს ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ განათლებას, 10,000-ობით გაცვლით პროგრამას ჩვენი სტუდენტების ღირსეულ სიბერეს, ღირსეულ სიბერეს ჩვენი მშობლებისთვის, ჯანდაცვას, მოგზაურობას, ლეგალურად მუშაობის უფლებას, დამოუკიდებელ სასამართლოს, იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს სისტემა ადამიანს ვერაზოს ვეღარ დაჩაგრავს და მარტივად რო თქვათ იმ ყველაფერს, რასაც ქვია ღირსეული ცხოვრება. და ამის საპირისპიროს რაც გვთავაზობს ივანიშვილის ოლიგარქია, გვთავაზობს ტოტალურ სიღარიბეს თელს რეგიონებში, გუშინაც სამეგრელოში გახდით, წალენჯიხაში ვიყავი და უბრალოდ სირცხვილია წალენჯი, წარმოიდგინეთ ფარისევლობის და ბოგანობის დონე, რომ ჩადიან ფერარით რაიონში, სადაც 40% მოსახლეობის სოციალურ შემწეობას ღებულობს და მოსახლეობას, ვისაც არ ქონია შეხება ამ სისტემას, უნდა ესმოდეს, რომ სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანები და ოჯახები არიან უკიდურესად ღარიბი ოჯახები. ესენი არიან ოჯახები, ვისაც რეალურად ვერ იღებენ საკმარის საკვებს, რომ მათი შვილები განვითარდნენ ფიზიოლოგიურად და ფიზიკურად და აღარ ვსაუბრობ უკვე ხელმისაწვდომას, განათლებაზე და ასე შემდეგ. უკიდურეს სიღარიბეზე ვლაპარაკობ და რაიონში, სადაც 40% ყოველი მეორე ოჯახი ასეთია, ჩადიან ფერარებით, წარმოიდგინე, რომლის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე ალბათ მთელ სოფელს გამოიყვანდა. აი ეს არის ფაქტი. დაცინვათ თუ მანკიერ მაგალითად, რომელსაც აძლევს. კი ბატონო, აი იცით, თუ ჩვენ დაგუგლავს ნებისმიერი ჩვენი მაყურებელი და ინტერნეტში მოძებნის ნებისმიერი პროვინციული ქალაქის, რუსული პროვინციული ქალაქის ამბებს და კადრებს და სათაურებს, იქ იქნება სულ ესეთი მაგალითები, ვიღაცის ქორწილი, ვიღაცის ექსტრა ფუფუნებაში ყოფი ელიტები და დაანჩენი ყველა სიღარიბეში და ევროპულ ქალაქში, რატო არ უნდათ ევროპა? ნებისმიერ ევროპულ ქალაქში, ყველაზე უფრო პროვინციულ ევროპულ ქალაქში. კალაძე კი არ იქნებოდა უკვე გადამდგარი. მთელი სამსახურები იქნებოდნენ გადამდგარი და პიარის განცხადებებით იქნებოდა ავსებული ბოდიშების მოხდით მხოლოდ აი ამით, მხოლოდ ესეთი ფაქტი. ჩვენ ეგ გვინდა, ჩვენ გვინდა ველოსიპედით იაროს მერმა, ჩვენ გვინდა პრემიერ-მინისტრმა მეტროთ იაროს და ჩვენ გვინდა რომ ის ხალხი, ვისაც ჩვენ ვქირავთ, როგორც ეს ევროპაშია, ვერ იმალებოდეს, ვერ არავდეს ფულს, ვერ ყაჩაღობდეს ჩვენ ბიუჯეტზე და ვერ აკეთებდეს იმას, რასაც აკეთებს და ჩვენი მეგობრები, ბარემ თქვენს ნებართვით გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, ჩვენი მეგობრები, პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები ციხეში არიან რისთვის? 300 ლარიანი ღობის დაზიანებისთვის. 300 ლარიანი ვიდეო სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის, მოქნეული ჯოხისტარისთვის 4 წელი მიუსაჯეს და 6 წელი მიუსაჯეს ჩვენ მეგობრებს. მოძალადე პოლიციელის შეჩერების და სრუმოწმეების, კი, რა თქმა უნდა, სრუმოწმეებისთვის 300 ლარისთვის, მეგობრებო, კიდევ ერთხელ 300 ლარიანი ვიდეო კამერისთვის და კიდე კაცმა არ იცის რაღაც კაპეკებზე და საუბარი. 500 ლარიანი რკინის ჯებრი 500 ლარიანი და ამ დროს კორუფციის ბუდეთ გადაქცეული მე მისი მოადგილეები, სამსახურის უფროსები, დაცვით დადიან, წარმოიდგინეთ, მუნიციპალური სამსახურის უფროსები დაცვით ივლის და წილებში არიან სხვადასხვა კომპანიის და ეს იმდენად აღურახსნელა ქართული ოცნების პირობებშიც კი აღემიცემობის რაღაცა ენით აღუწერელ მასშტაბებზე ვსაუბრობ და ეს არის ფული მოპარული თითოეული ჩვენთაგანისთვის, ჩვენი ოჯახებისგან, იმ ქვეყნისგან, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. კადიროველები რატომ გაჩნდნენ ჩვენს ქვეყანაში? კადიროვშინას მაგალითები და სახე რომ მიიღო ბიძინოვშინას საქართველოს, ამას ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ასევე კალაძეს, რომელიც გარკვეულ მესიჯებს გვიგზავნის ჩვენ საზოგადოებასაც და არ გამოვრიცხოთ, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილსაც
ჩნდება MMA-ის ძალოსანი თუ მოძალადე თუ მებრძოლების გვერდით და ჩუქნის მას ზვირად ღირებულ. ეს არის ჩვეულებრივი ქრთამის მიცემა, ხო? უფრო მეტ ხო, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა ბატონი კალაძე არის მოსიარულე ქრთამი და ეს იცის ყველა ეს ჩემს აი რატომ გასაკეთებს ახლა? დამოუკიდებლობას ნებისმიერი ნებართვით. მოდით ყველაფერს თავი დავანებოთ, რომ რა უკვე მოყვანილ მაგალითებზე რო აღარ ვისაუბრო და იმ განაშენიანებებზე რო არ ვისაუბრო და ასე. ერთ წინადადებას ვიტყვი მხოლოდ და მხოლოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ. მას მე რაც ის გახდა მერი, მისი მეჯვარე გახდა ქალაქის მთავარი მშენებელი. დაახლოებით 20% და ზუსტი ინფორმაცია არ არის და რატო არ არის იცით ზუსტი ინფორმაცია? იმიტომ რომ არ აქვეყნებენ ფინანსურ უწყისებს და ყველა პროექტს სხვადასხვა შეპესების ქვეშ აფორმებენ, რომ არ გამოჩნდეს ჯამში რა ბაზრის მოცულობა, ოღონდ სხვადასხვა ანალიტიკური საშუალებების მიხედვით დგინდება, რომ დაახლოებით 20%-მდეა ბაზრის წილი, 20%-მდე იპოდრომისგან დაწყებული და ყველაზე უფრო აქტიურ მჭიდრო დასახლებულ ადგილების განაშენიანებით დამთავრებული იქნება ეს დიდუბე თუ დადიანის ქუჩა, თამარაშვილი, იპოდრომი, აღარ ვსაუბრობ ვაჯაბშაველა, ყველგან აქვთ ინტერესები და ну რა ვიცი და ეს ხალხი გამოდის და გამჭვირვალობა კარგია ჩვენ გვეუბნება და გაფორმებული რომლებიც თურმე დადიან ახლა ევროპის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის დედაქალაქებში და თხოვენ მთავრობებს არ დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ჩამოიქცევა ეს ქვეყანა, ეს აგვიხსენით ახლა რა მოქმედება, რა ოლიგარქიას ახასიათებს შემდეგი რა, ოლიგარქიის ერთ-ერთი დასაყრდენი არის მასთან დაახლოებული ეგრეთ წოდებული ბიზნესმენები, კარის ბიზნესმენები, რასაც ქვია, ვინც ინაწილებს ბაზარს. საერთოდ ჩვენ უნდა გავიხსენოთ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ განმეორებას, რომ თბილისი არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი. ამავე დროს საქართველო არის ბოლოდან მეორე ადგილზე ევროპაში სიღარიბით, ჩვენზე ღარიბი მხოლოდ მოლდავეთი არის ევროპაში და ფასებით თბილისი თუ არ ჩავთვლით ლონდონს, პარიზს და ცურიხს და ულტრა მდიდარ ქალაქებს, თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი. რამდენიმე თვის წინ გახდით ნიუ-იორკში და იქ ბევრად უფრო იაფად ვიყიდე, როგორც პროდუქტი, ისე საყოფაცხოვრებო ნივთები, ისე მედიკამენტები, ვიდრე საქართველოში. კი, რატო არის ესე? რატო ხდება? იმიტომ რომ ყველა სფეროში არის ოლიგოპოლია, მონოპოლია ან კარტელური გარიგება, სადაც რამდენიმე მოთამაშე, როგორც ეს 2 ან 3 მოთამაშე აკონტროლებს მთლიანად ბაზარს. და რის ხარჯზე აქ ეს მიღებული ეს პრივილეგიაც ხელისუფლებასთან დაახლოების ხარჯი. ანუ ერთი მხრივ ეს ეგრეთ წოდებული ბიზნესმენები აქებენ და ადიდებენ და მხარს უჭერენ ხელისუფლებას, მეორე მხრივ ხელისუფლება თვალს ხუჭავს და როგორც წესი კორუმპირებულ გარიგებაში არის მათთან. ანუ ზიარჭურჭლის პრინციპი. რა თქმა უნდა, ვინ არის დაზარებული? დაზარებულები ვართ ჩვენ თითოეული მომხმარებელი, რომელიც იხდის გაცილებით უფრო ძვირს, იღებს გაცილებით უფრო უხარისხოს. კი ბატონო და იღებს გაცილებით უფრო უხარისხოს, გაცილებით უფრო ძვირს და რეალურად თვიდან თვემდე უჭირს არა თუ დანაზოგის გაკეთებას ახერხებს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილი, არამედ უჭირს გადასახადების გადახდა, უჭირს ბავშვების განათლებაში ფულის დახარჯვა და ასე შეუძლებელია რომელიმე სიტყვაში არ დაგეთანხმოთ, მაგრამ ახლა მოდით შევხედოთ მეორე მხარეს მდგარ ოპოზიციას, მოდი ასე ვთქვათ. ხომ არ მობლაგდა, მოდუნდა მათი კრიტიკის ვორდინგი და მექანიზმები. ფაქტია, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების პროპაგანდა მუშაობს ძალიან კარგად, ზუსტად ისე, როგორც რუსეთში რუსული პროპაგანდისტული მანქანა არის იდეალურად გამართული, როგორც ჩეჩნეთში კადიროვის, რას აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელი ივანიშვილის ოლიგარქიული მანქანა გადაწყდეს შუაში და დავაღწიოთ თავი ამ მანკიერ წრეს. ხო, პირველ რიგში მივესალმები ოპოზიციონერ ლიდერებს, ვინც ციხეშია, რასაც მათი უმეტესობა ციხეში არის და აღარ ჩამოვთვლი ახლა ნიკა, ერთი ნიკა, მეორე გიორგი ვაშაძე, ხო, ზურა გირჩი და ჯაფარიძე, ნიკა მელია, არამე რა ყველა ხო, ელენე ხოშტარია და ასე შემდეგ.
მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელიც აუცილებლად ასევე უნდა ვახსენოთ, პირველი პოლიტპატიმარი და მტერი ბიძინა. რა თქმა უნდა. და გიორგი ბაჩიაშვილიც. და გიორგი ბაჩიაშვილიც ასევე, რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც დაახლოებით ესია კიდევ ხომ, ანუ თავარი კითხვა ის რომ სად არიან ოპოზიციონერები ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიის მანტია აქვს. ესეთი რამე არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში არასდროს. არასდროს არ მომხდარა. რატომ ვერ ხედავთ მაშინ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის თავზე? ჩვენ სანქციებს ხედავთ და ეს სანქციები უბრალოდ პრობლემა იმაში არის, რომ ევროკავშირსაც ცხადია, აქვს თავისი მექანიზმები, ეს არ არის ისეთივე ერთიანი სისტემა, როგორც არის დიქტატორული რეჟიმები და ხშირ შემთხვევაში ის უფრო ნელა ხდება, კი, ნელა მოდის ვიდრე ხდება, ამიტომ ოპოზიციის დიდი ნაწილი იბრძვის და მათ შორის მათი შეუპოვრობით, მათი არათანამშრომლობის გამო ისინი არიან ციხეში. ამას უნდა დაუმატოთ ის, რომ პროპაგანდა საქართველოში იყო ოპოზიციონერი არის ურთულესი, ეს უნდა გვესმოდეს, იმიტომ რომ პროპაგანდის და ესე იგი დეზინფორმაციის ნიაღვარში უნდა იცხოვრო ყოველთვის და ეს არ არის მარტივი ამბავი. ხშირ შემთხვევაში არის სუბიექტური ფაქტორები და არის ობიექტური ფაქტორებიც, მაგრამ დღეს მე მაგალითად როგორც აქტიურ მოქალაქეს ამ ქვეყნის ჩემი ვალი არის ვიდგე ქუჩაში, ჩემი ვალია გავაპროტესტო, ჩემი ვალია სხვას მოუწოდო იგივესკენ და ჩემი ვალია გავაძლიერო ის ოპოზიციური ლიდერები, ვისიც მე მჯერა. შეუძლებელია რომ ამ სპექტრში ვიღაცა არ მოგწონდეს, ვიღაცის არ ვიზიარებდეთ, ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ არსებული ოპოზიციური ლიდერები, არის ახალი მოძრაობები, არის ადამიანები, იკვეთება ახალი ადამიანები, მაგრამ ოლიგარქია არჩევნებით არ მარცხდება. ოლიგარქია მარცხდება მაშინ, როდესაც ადამიანების დიდი რაოდენობა არის ქუჩაში და ჩვენ მოგვიწევს ამის გააზრება, რომ სხვანაირად ეს არ გამოვა. მოლოდინი გააქვთ. რა თქმა უნდა, მაქვს ყოველი დღის მოლოდინი, იმიტომ რომ და მათ შორის 4-საც რა თქმა უნდა, რომელიც იქნება გარკვეულწილად ახალი ენერგია და კიდევ ერთხელ ახალი ლევან ხაბაიშვილი დაგვავიწყდა წეღანს. ხო. უკვე ვეღარც გებულობ, ხო ისეთი რაოდენობით და ლევან ხაბაიშვილი აუცილებლად უნდა ვაღნიშნო, რომ რისთვის დაიჭრა, წარმოვიდგინეთ, ლევან ხაბაიშვილს აუყენეს ბრალი, რომელსაც თავმოყვარე ადამიანი, უბრალოდ, რომელიც თავმოყვარე იურისტი, უბრალოდ სასამართლოში ვერ წაიღებს და თავმოყვარე მოსამართლე ვერ მოისმენს იმას, შეუძლებელი არის, ანუ ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არც დიპლომს, არც იურის, არც პროფესიის პატივისცემას, არც მანტიას. აი სად მოძებნა ამდენი ბოგანო ამ ადამიანმა ეს ადამიანი ამ ადამიანმა ამოატრიალა ყველაფერი ყველა ის თვისება ჩვენ ერში რომელსაც ჩვენ ვებძვით რომელიც არის რუსული რომელიც არის იმპერიული რომელიც არის ის რასაც გწხვენია ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ილია ჭავჭავაძეზე, ვაჟა ფშაველაძე, მიხეილ ჯავახიშვილზე, შოთა რუსთაველზე ვიზრდებოდით და მეგობრობას სწავლობდით, ვეფხვის ყაოსნით 800 წლის წინ დაწერილით და არა იმ მეგობრობას, რასაც ესენი უწოდებენ, ხო რომ კალაძეს იგივე განსაკუთრებით დღეს თბილისობაა და ეთყობა ხშირად ვახსენებ ხოლმე, მაგრამ რა ვიცი, იმისის კი ვერ გაბედა, რომ ანდრეი შევჩენკო, რომელიც გამოირჩევა გმირი უკრაინელი ხალხის თუსაც ვთქვა აქტიური ფანდრაიზინგით, ბრძოლით და ასე შემდეგ არათუ მუზიარი არ არის ამ ჩვენი მეგობრების და კიევში ჩასვლა ვერ გაბედა, ამაზე აღარ ვსაუბრობ, მთელი მსოფლიო იყო უკვე ჩასული კიევში, კიევში ჩასვლა ვერ გაბედა, რა ეს იცით მხარი არ დაუჭირა და თან ეს კაცი გამოვიდა და აღარ მახსოვს ეს კაცი თუ არსებობს, აი ხო მის მეგობრობაზე ხო ეს ხო ქართველებზია, ის ხო ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭრის თავს ყველგან, ხო ქართველებს გვჭრის თავს, იმიტომ რომ იცით საქართველოს და ქართველები როგორი ხალხი ვართ ხშირად დაგვიშია შეცდომები, შეიძლება ქვეყანა ვერ აგვიშენებია, როგორც უნდა აგვეშენებინა. უამრავი მაგალითია, რაც არასწორად გაგვიკეთებია, მაგრამ მეგობრობა არიციან ქართველებმა და ლაჩრები არიან, ხდალები არიან, ერთმანეთს სიტყვის ფასი არიციან, მეკრთამეები არიან, გამტანები არ არიან, ჭირში მდგომი არ არიან. ესეთი რამე არ უთქვია ქართველებზე არავის. და ბიძინა ივანიშვილი, კალაძეების, კობახიძეების და მდინარაძეების სახით გვეუბნება, რომ ესეთები ვართ ქართველები და არა ვართ ესეთები ქართველები და ამას ჩვენ დაუმტკიცებთ ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გონია, რომ ივანიშვილი სულ იქნება, ვეთქვით, რომ
ყველა ავტორიტარული რეჟიმი წინა დღეს წყნარად იძინებდა წინა ღამეს, ისე რომ წარმოდგენაც არ ქონდა, რომ მეორე დილით ის აღარ იქნებოდა ხელისუფლებაში. ესე იყო ტუნისში, ესე იყო ეგვიპტეში, ესე იყო უზბეკეთში, ყველგან ნეპალში, აგერ ყველაზე ახალ და სხვათა შორის ნეპალში სიღარიბის ზღვარით საქართველო და ნეპალი მოსახლეობაში პროცენტულად ღარიბი მოსახლეობის წილით არის ზუსტად ერთნაირი, რო იცოდეს ბატონმა. ამიტომ არა ვარ ჩვენ ესეთები და ჩვენ აუცილებლად ივანიშვილს ამ ხელისუფლებას წავართმევთ და საბოლოო ჯამში გავისტუმრებთ იქ, სადაც არის მისი ადგილი და თითოეული ადამიანი, ცრუ მოწმე, თითოეული ცრუ მოსამართლე, ცრუ პროკურორი ყველა წარდგება მართლმსაჯულების წინაშე, ოღონ სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე და ერთხელ და საბოლოოდ ამ ქვეყანაში დავაბრუნებთ კეთილდღეობას, თავისუფალ სასამართლოს, უბრალოდ ღირსეულ ცხოვრებას. შეუძლებელია ისე რაც ხდება გაგრძელდეს. წარმოუდგენელი არა ვართ ჩვენ ის ერი, რომელიც ამას აიტანს დიდი ხანი და ხანგრძლივად. ძალიან დიდი მადლობა გიორგი. მადლობა თქვენ ბრძოლისთვის და მადლობა ყველაფრისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვარ ბარიკადებზე აქამდე შევხვედივარ და კიდე შევხვდებით სანამ გამარჯვებას ერთად არ ვიზეიმებთ. აუცილებლად ჩვენი ქვეყნის სრულ თავისუფლებამდე აუცილებლად ვიდგებით იქ სადაც ქარიშხალია. აუცილებლად.